პირველად ისტორიაში მზის ენერგიამ მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის ელექტროენერგიის მეოთხედი უზრუნველყო. 2026 წლის ივნისში მზის ენერგიამ ევროკავშირში ელექტროენერგიის წარმოების რეკორდულ დონეს მიაღწია, რაც გაერთიანების ყოველთვიური წარმოების 25%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებელმა გააუმჯობესა მიმდინარე წლის მაისში დამყარებული რეკორდი. მზის ენერგია ივნისის თვეში ევროკავშირის ენერგიის უმსხვილესი წყარო გახდა. მან გადაუსწრო ატომურ გაზის, ქარისა და ჰიდროელექტროენერგიას, ხოლო ქვანახშირი მხოლოდ 8% შეადგენდა. მხოლოდ მესამე თვეა, რაც მზის ენერგია ევროკავშირის ენერგიის უმსხვილესი წყაროა. მაგალითად, 2021 წლის ივნისში მზის ენერგია ევროკავშირის ენერგიის მხოლოდ 10%-ს გამოიმუშავებდა. 2021 წლიდან 2025 წლამდე ევროკავშირში მზის ენერგია ყოველწლიურად 1/5-ზე მეტით გაიზარდა. ეს კი ენერგიის ნებისმიერი სხვა წყაროს ყველაზე სწრაფი ზრდაა. ზრდა ასევე შესამჩნევია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. 2026 წელს ევროკავშირის 18-მა ქვეყანამ მზის ენერგიის პროცენტული მაჩვენებლით ახალი ყოველთვიური რეკორდი დაამყარა. ამ მხრივ გერმანია, ესპანეთი და პოლონეთი მოწინავე ადგილზე არიან.